თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ნაციონალური მოძრაობა და გვარამია მელიას პარტია ირწმუნებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ამავეს მოუწოდებენ მათ დანაყოფებს. საკითხზე ლელოს პოზიცია ბუნდოვანია. გახარია კი არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა თუ ბოიკოტი მათი ოპონენტების პოლიტიკური განაჩენი იქნება. Ადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასულდეს და პოლიტიკური მკაფიობის დრო დადგა. დადგა დრო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისა. კერძოდ, რას ვაკეთებთ? შევდივართ თუ არა ფარსში სახელად ადგილობრივი არჩევნები. ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს. ლელო ძლიერი საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებს, როდესაც ამას ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ამის დრო მოვა. ჩვენ არ გვინდა და არ მივიღებთ მონაწილეობას სპეცოპერაციაში, რომელიც ამ რეჟიმს უნდა რომ გაასაღოს არჩევნებად. დიახ, ჩვენ ვემზადებით მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვის. დაპირისპირება არის არა მხოლოდ ამ 4 რადიკალურ პარტიას შორის, კოლექტიურ ნაცმოძრაობას გულისხმობ, არამედ უშუალოდ თვითონ პარტიის წევრებს შორისაც. დავალებას მიიღებს რადიკალური ოპოზიცია კოლექტიურად, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა ჩვენ წინასწარ არ ვიცით, როგორი დავალება იქნება, რომ დაშლიან იქ უფრო მეტ პარტიად, რომ კიდევ მეტი რაღაცა ხელოვნური ბუნდოვანება შემოიტანოს საზოგადოებაში მოტყუების მიზნით, თუ ეთქვენ, რომ ერთ პარტიად გაერთიანდითო და ასე შემდეგ, ამას უნდა დაველოდოთ. წინა არჩევნებს თუ გადავხედოთ, საერთოდ არც უმუშავიათ, ველზეც არ იყვნენ გასულები, გარედან ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია, სავარაუდოდ წელსაც ესე იქნება, თუმცა ეს ყველაფერი მათთვის კონტრპროდუქტიულია და შესაბამისად მაგიტომ არის, რომ ესეთი დიდი ანგარიშით უგებ ჩვენ ყველა არჩევნებს. მათ რომ ესე ადგენენ და პირდაპირ შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, ექნებათ რა თქმა უნდა ძალიან ნეგატიური პასუხი მათი ამორჩევლის მხრიდან, ამიტომ ცდილობენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მეთოდით ნელ-ნელა შეამზადონ საკუთარი ამორჩეველი იმ გადაწყვეტილებისთვის, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ანუ რომ მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს ნაწილი ვინც მიიღეს, ვინც მაინც გადაწყვეტს რომ დარჩეს მთლიანად დემოკრატიული ჩარჩოს მიღმა, ესეც მათი არჩევანი იქნება, ოღონდ ამას ექნება შესაბამისი შედეგი, კერძოდ ისინი მოწყდებიან მთლიანად იმ პოლიტიკურ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, რისი მახასიათებლითაც ისინი ხასიათებიან როგორც პოლიტიკური პარტიები. სხვა შემთხვევაში ეს პოლიტიკური პარტიები გადაიქცევიან ჩვეულებრივ რადიკალურ დაჯგუფებებად.